ამორტიზებული შენობები, ვაკის შემოერთებული ტერიტორია და კითხვების სეისმომედეგობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში ხმაურის ფონზე წარიმართა. გეგმის ავტორს პასუხისგაცემა მეცნიერთა შეკითხვებზე, ხოლო თბილისის მერს ამ გეგმის ტენდერისას შესაძლო დარღვევებზე მოუწია. დაპირისპირება მეცნიერებათა აკადემიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მეცნიერმა გეგმის შესადგენად გამოცხადებული ტენდერის დარღვევებზე ისაუბრა და ქალაქის მერი კორუფციაში დაადანაშაულა. 50,000 ლარზე კონკურსი ჩაატარეთ და 2,800,000 რატო არ ჩაატარეთ კონკურსი? ჩვენი მეორე ნათქვამი რომ 2,800,000-ზე ჩატარდა კონკურსი, ეს ბუდიში, მაგრამ გადაცდომა ჩაგითვლით და არა ტყუილად. გამოცხადებული იყო საერთაშორისო კონკურსი. ამ კონკურსის საფუძველზე მოხდა შესაბამისი ობიექტური შერჩევა, თუ ვინმეს რამეში ეჭვეპარება შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, გაასაჩივრონ. დოკუმენტის ავტორმა მეცნიერებთან შეხვედრაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ყველა მთავარ მიმართულებაზე ისაუბრა და ბევრი მადლობაც დაიმსახურა, თუმცა პარალელურად რამდენიმე კოლეგისგან მწვავე კრიტიკის მოსმენაც მოუხდა. აი, თავი დოკუმენტი გარეშე დასახსია პროექტის გამოსახლების და ურბანული განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა იყოს გამოშვებული მეცნიერებათა აკადემიისა და არქიტექტურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში. გამოცხადდა კონკურსი. 3-4 წლის განმავლობაში მიწათსარგებლობის გეგმები ქალაქებისა შეიძლება სრულდებოდეს. და მიწათსარგებლობის გეგმა ვიდრე აფხაზეთი არ შემოგვიერთდება, ეს შეიძლება გინცემა ვერ გაკეთდეს. მეცნიერებმა კითხვები ვაკის პარკზე, ამორტიზებულ შენობებზე, შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გეგმებსა და სეისმური კუთხით გათვალისწინებულ დეტალებზე დასვეს და განაცხადეს, რომ გეგმით გათვალისწინებული კომპაქტური ქალაქის იდეა სეისმომედეგობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ძირითადი კონცეფცია რომ ქალაქი ესე იგი არ გაუშვა გარედან, ესე იგი იდეა და აი ეს პირდაპირ ფოკუსი ერთ-ერთი მეცნიერი იმითაც დაინტერესდა არის თუ არა გენერალური გეგმა დასაქმებაზე ორიენტირებული და რამდენად ითვალისწინებს საწარმოების მშენებლობას. კარგია რეკრეაციული ზონები, კარგია თანამედროვე უბრალოდ მოსწავლეების ხალხი ხონდა დასაქმებები. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას არ შეუძლია აიძულოს ვიღაცა რომ აი ეს შექმნა თქვა დასაქმებისას, მაგრამ მას შეუძლია ნამდვილად ხელი შეუწყოს ამას. მეცნიერების განცხადებით გეგმა მხოლოდ ფიქტიურ დოკუმენტად რომ არ დარჩეს კორექტირები უნდა შევიდეს მშენებლობებზე უკვე გაცემულ ნებართვებშიც, რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. მეცნიერებაში ვამბობ, ის რაც გაცემული იყო აქამდე გააკორექტირდეს და მოყვანილი იქნას საკრებულოს მიერ გამოშვებულ აი ნორმებში, რომელიც შემისწავლეს ძალიან კარგია და მისაღებია. საბოლოო ჯამში კრიტიკისა და დაპირისპირების ფონზე ჩავლილი პრეზენტაცია მერაბ ბოლქვაძის აზრით მნიშვნელოვანი იყო და დღეს მოსმენილი შენიშვნებიდან დოკუმენტში რამდენიმე აუცილებლად აისახება. აუცილებლად აისახება მიწათსარგებლობის გეგმაში ის, რაც ჩვენ ჩავთვლით მიზანშეწონიდან. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს საჯარო დოკუმენტი, მას უნდა გქონდეს მოქალაქეთა თანხმობა. მოქალაქეთა თანხმობა დოკუმენტს ავტორის აზრით იმ შემთხვევაში ექნება, თუ კი განხილვები გაგრძელდება და მასში ყველა კომპეტენტური შენიშვნის გათვალისწინება მოხდება. გეგმის მომდევნო პრეზენტაცია კი სტუდენტებთანაა დაგეგმილი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებულ უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის